სპორტს. Sport Time. რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. დიტო მარინაშვილთან ერთად. სამები ძვირფასო მეგობრებო, ასე შეიძლება ითქვას, რომ დაგვიძოლდა გადაცემა კალბურზე ამ ულამაზეს უმშვენიერეს სახეობაზე, რომელსაც ჩვენში მოგხსენებათ, ყველაზე დიდი ტრადიცია და ყველაზე დიდი წარმატება აქვს სათამაშო ბურთიან სახეობებს შორის, თუნდაც მარტო რადგის ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასი, ხო? აი სხვას ყველაფერს რო თავი დავანებოდა, ნუ ეხ ქართული კალბურის ისტორიაზე ნამდვილად არ ვაპირებ საუბარს, უბრალოდ ხდება მნიშვნელოვანი ეხლა მიმდინარე დარჩენილი თებერვლის თვის ნაწილი და 21-ში დანიასთან ესე სასოცხლო მნიშვნელობის მქონე შეხვედრა ვიგებ და გავდივართ ევროპირველობაზე. სწორედ ამ თამაშში წყდება ჩვენი ბედი. დღეს ამ თამაშზე არ საუბრობთ უფრო მნიშვნელოვანზე. ეს კონკრეტული ეს დეტალებისგან შედგება ცხოვრება მოიხსენებათ, წარმატება ბიჭებს უსურვო და ახლა ყველაზე მთავარი. თაობა, როგორი თაობა მოდის? ყველა ძალიან ბევრი ვიცი კალბურთან შემხედლობაში ან კომაგია თუნდაც ყველა, აი ცოტა არ იყოს ესე შიშნარევი თვალით უყურებს, ყველა კმილისული დავბეროთ და რა თქმა უნდა, ყველა არის შემყურე ეხა ჩვენი გუნდის ქარიზმატული ლიდერის თოკო შენგელიას, თოკო როგორ და ყველა მერე სვავს კითხვას, აი თოკო რო წავა. ნუ ასაკი იმედია რომ თოკო კიდე აი მერე რა ხდება? ჯერ თოკოიანად უკვე შეგვექნა, ხო? უკვე დიდი. აი მე რა ხდება? აი ჩვენი გადაცემის სტუმარი მინდა წარმოგიდგინოთ, ნუ საგალბურო სამყაროში მას ფართო წარდგენა ნამდვილად არ ჭირდება და ყველა გადასარევად იცნობს ეს გახლავთ უნიჭერესი ადამიანი, სხვა შორის ხაზი მინდა გავუსვაი, რომ მე რომ მიყვარს ხოლმე, ხო იცით ის პოლ პარკერნის რო ვადარებ ხოლმე ერთ სახეობას. პროფესიით ნეიროქირურგია და არა მარტო დიპლომირებული და არა მიტოვებული, არამედ ახლა ლიცენზიას მიიღებს და უახლოეს მომავალში შეიძლება ასეთი არჩევანის წინაშეს დადგეს. დიახ, ნეიროქირურგი არ მოგესმათ, ნიკა ბურჯანაძე, მისი თაოსნობი რამდენიმე წლის წინ შეიქმნა მეტად დღეს წარმატებული საგალბურთო სკოლა ვინქსი და აუცილებლად ვისაუბრებთ მასზე და ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ის, რომ ეს ამ ახალგაზრდა ადამიანის შრომა და ნიჭი არ დარჩენია ჩვენი კალბურთის თავკაცობა შეუმჩნეველი და 16 წლამდელთა ყველაზე რთული და მძიმე ასაკის და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის გარდამტეხი და რატომ? აი არის ასეთი რამ, ხო? 16 წლამდელებში თუ არ გაიარე წარმატებით შეიძლება ნუ კიდე იშვიათი გამონაკლის სახით მერე ვიღაც გამოჩნდეს, მაგრამ ბარიერი მაინც სადღაც ეს იმ ურთულესი ლაბირინთის არის სწორედ ეს. აქ ხდება იგივე ფსიქოლოგიური უზარმაზარი ფაქტორები, აქ ხდება ამაზეც აუცილებლად ვისაუბრებთ, ხმალ ამოღებული მშობლების არმია, ეს საერთოდ ცალკე კლიშედ კიდია, ნუ აქ ისყება ყველაზე დიდ საშინელება. მოკლედ ბატონი ნიკა ბურჯანაძე არ მინდა სიტყვა გავიხსენო, უბრალოდ მინდა წარმოგიდგინოთ ბატონი ნიკა პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის და რომ გამონახეთ რომ მოუცლელობა იქით ვინქსი, იქით უკვე სერიოზული თამაშები აქ 16 წლამდელები და ფაქტიურად ახლა გიწევთ მართლა 24 საათია რეჟიმში. ეძებთ, ხო? ნუ ჯერ კაი, ყველა თქვენი თვალთახედვის არაშია, მაგრამ ეძებთ ახალს, ეძებს ეგება ვიღაც გამოჩნდეს, ვიღაც აი მარგალიტივით. ეხლა ფაქტიურად აი TV-ში რომ მარგალიტის ზებნა დაიწყო, დაახლოებით ამ მდგომარეობაში ხართ სამწუხაროდ ამ მოცემულობით. ნუ რას იზავთ და გენეტიკურად გაჩერდა. ხდება ეს. ეს ქონიათ უდიდეს სპორტულ ძერჟავებს რო უწოდეთ სახელმწიფოებს, ქონიათ ეს სახეობაში იყო შემთხვევა რომ აი ბრაზილიაში გაჩერდა, ეხლა ბრაზილიაში რო ფეხბურთელი არ წამოვიდა. იყო ბატონო, არგენტინაში ყოფილა. ხო და ეხლა ჩვენი რესურსიდან გამომდინარე, რა რესურსიც გვაქვს, ხო? ჩემთვის მაგალითად ის რომ 16 წლამდელები ელიტაში არიან, ეს არის ყველაზე დიდი მოულოდნელი და სასიამოვნო სენსაცია. აი ძალიან დიდი სასიამოვნო სენსაცია. იქ ხორვატებს და იმას უყურში ურტყავდა, იქ ქვევით რო უშვებ, ეგ და ხო წარმოგიდგენიათ. თითქმის მესამე წელია რომ ეს 16 წლებში გვაქვს ის შედეგი, რომელიც არის ნამდვილად სასურველი ჩვენი ქვეყნისთვის. კი, ნუ აი აქ ბატონი ალბათ დამეთანხმებით. რა ვიცი, თუ მივახციეთ იმას, რომ არავინ არ შეხედავს, კარგია სპორტული შედეგი, რა თქმა უნდა, კარგია გამარჯვება. ეს არის მთავარი არის რა, რომ ქვეყნის მთავარ გუნდს გაუზარდო. მიეწოდეს და მანამდე ეს ორი ბარიერია გასავლელი 18-20, მაგრამ 20-საც აღარ ვთვლი, იმიტომ რომ თუ ღმერთმა გნას ვიღაცა იმდენად ნიჭიერი გამოჩნდა 20 წლამდელებს შეიძლება დაახმარო, მაგრამ 100 ასაკს გულისხმობ 20 წლის დადგომამდე უკვე ეროვნულ ნაკრებში ხდება.
ხო ასია. აქ უკვე ბარიერი ჩვენ ის გერა 18 ხდებიან, რატი რომ მოხდა რა 18-ის არ იყო, ხომ 17 წლის ხდებიან, ოღონდ შვილო შეგეძლოს რამის გაკეთება. აი ეხლა როგორ ავითარ ასურათი დახვდათ ნიგაბადონო გულახდილად რომ მითხ. თან როგორი მომენტია, მე მინდა შევხსენო სმენელს რომ აქ იყო გუნდის მართლა უპირობო ლიდერი და ამბიციზე ძალიან ბევრია, ძალიან ბევრი იწერებოდა, ძალიან კარგი პრესა აქვს და ხატიაშვილი ხო წინა თუ არსებობს. ხო, მათე ხათ, უბრალოდ მან აინასულა უკვე ასაკი 18-ში, ხო? მას უწევს ის უკვე წელს ვეღარ დაგეხმარება. და კიდე ცენტრი ეს ბიჭი გამოჩნდა ამას კაი გაშალაშინება უნდა თორე ნამდვილად არ ქონდა ბახტაძე, ხო თუ არ ვსდები, ხო? ავტოს იმანას აინასულა. ესე იგი თქვენ ამ ევროპირველობაზე ახლა ვერცერც ვეღარ დაიხმართ უკვე. ორივე 18 წლამდელი არის. ორივე 18. უშუალო შეხება შარშან მქონდა 16 ნაკრებთან 2008-ან 2009-ან წელს დაბადებულ ბავშვებს უწევდათ. დიახ. ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. აი თქვენ ნახსენები მათე ხატიაშვილი სწორედ ამ ნაკრებში იყო. მისი უშუალო ჩართულობით მოხდა ის რომ შარშან ჩვენ შევინარჩუნეთ ადგილი A-დივიზიონში. წელს სრულად შეიცვალა ასაკობრივი 2009-იანებს უწევთ 16 წლამდე A-დივიზიონში ასპარეზობა და ნუ დავიწყეთ მზადება წლევანდელი სეზონიდან. ძალიან აქტიურად ვაკვირდებით საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს თამაშებს, ასევე დავიწყეთ ვარჯიშები გაფართოებული შემადგენლობით. ჩვენ უკვე მივიღეთ ერთ საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობა, რომელიც ჩატარდა თურქეთში, სადაც მონაწილეობას იღებდა ჩვენი ნაკრების გარდა ადგილობრივი თურქეთის ნაკრები, ასევე მონაწილეობას იღებდა სერბეთი და რუმინეთი. ეს ერთგვარად ძალიან დიდი мотивაციაც იყო, გამოცდილებაც იყო და სტიმულიც იყო და მოსამზადებელი კარგი ეტაპი გავიარეთ. ეს თქვენი როგორც თავარი ცნელის რანგში თუ მეხსიერება ამგალდობს იყო პირველი შეკრება, პირველი ტურნირი, თავისი მღელვარები, თავისი მით და აქვე მინდა კითხოთ ნიგაბადონო, თქვენ ყავდათ სულ 12 მოთამაშე, ხო? თუ არ ვსები წაყვანილი უშუალო ტურნირზე 12 მოთამაშე და არა, ვიცი რომ უფრო დიდი გაქვთ გაფართოებული სია და აი ვინც გუნდის ბირთვად მოიაზრება, ყველა იყო წამოსული თუ აკალდა ვინმე? საქართველოს ფაქტობრივად საქართველოში მოთამაშე და ჩემპიონატზე მონაწილე თითქმის ყველა ბავშვი ვნახეთ. რაღაც კონკრეტული გამონაკლისების გარდა და ფაქტობრივად ეს ის შემადგენლობა იყო, ვინც საქართველოსთან ჩვენ გვესახებოდა ამ ეტაპზე, თუმცა ბირთვი, რომელმაც უნდა ითამაშოს ევროპის ჩემპიონატზე, ამ ბირთვში მოიაზრება ის ბიჭები, რომლებიც თამაშობენ საზღვარგარეთ. ანუ აი რო გითხრათ ორი სიტყვით ვიზია საუბარი, ნუცი რა გულისხმობ რა ევროს თუ ამერიკულ კოლეჯებზე თუ აი რაღაც გარკვეული რაოდენობა ბავშვების, რომლებიც თამაშობენ როგორც ევროპაში, ესპანეთი, იტალია უმეტესწილად, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში. და აი ეს ევროპაზე მინდა, ნუ ამერიკის შეერთებულ შტატებში რა თქმა უნდა კოლეჯებზე იქნება ასაკის ფაქტორიდან გამომდინარე. სკოლებში, ბუდიში, კოლეჯი ასაკით უფრო მეტია უკაცრავად და ევროპას რაც შეეხება ახალგაზრდულ ლიგებში ალბათ, ხო? თუ ყავს ვინმე ისეთი გამორჩეული, ვინც თქვათ უკვე ნახევრად პროფესიულ დონეზე. სამწუხაროდ პროფესიულ დონეზე არც ერთი ვისაც ველოდებით თამაშობენ ევროპაში, ესპანეთსა და იტალიაში ასაკობრივ ჩემპიონატებში. მაგალითად შემიძლია ერთ-ერთი მოვიყვანო, სადაც მათე ხატიაშვილი თამაშობს იმავე კლუბიდან, ველოდებით ორ მოთამაშეს ბასკონიიდან, ასევე ესპანეთის სხვადასხვა კლუბებიდან, იტალიის სხვადასხვა კლუბებიდან ბიჭები, რომლებიც თამაშობენ ასაკობრივ ჩემპიონატს. ასაკობრივ ჩემპიონატს, ხო? ისეთ უხერხულ შეკითხვად არ მიიღოთ თუ რომ ვინმე შემთხვევით რაღაც ისე არ მოხდეს გულზე აი როგორც ხატიაშვილი ამ გუნდს ყავს ასეთი გამოკვეთილი ლიდერი თუ არა თუ აქ მეტნაკლებად თანაბარი ბალანსირება გვაქვს. იგივე ძალიან საინტერესო ამ ბავშვებს დამეთანხმეთ ამ რაღა ბავშვები უკვე ეს ამ ჭაბუკებს ხო უმცროსი ასაკია ჭაბუკების ქართულად აი ლიტერატურა რო თქვა და დიდი ნაწილი არ იცნობს საზოგადოების. მათე ხატიაშვილის შემთხვევა სამწუხაროდ ეს ერთ-ერთი უიშვიათესი გამონაკლისია რომელიც ასე ვთქვათ საიმედო ბავშვი ამოვიდა ქართულ კლუბში უკანა ხაზიდან სამწუხაროდ ამ ასაკობრივში მსგავსი როლის მოთამაშის გამოუკვეთა ამ ეტაპზე შეუძლებელია სამწუხაროდ რეალობა ესეთია თუმცა დაბალანსებული ასაკობრივია პლუსები მინუსები ყველა პოზიციაზე და რაც მთავარი არის რაოდენობა ბავშვების გვაძლევს იმის საშუალებას 10 წლის განმავლობაში რომ რაღაც საბოლოოდ დავდგეთ ნორმალურ დონეზე ევროპისთვის. კი ბატონო, გვარს არ კითხავთ, უბრალოდ აი
დაბალანსებასთან დაკავშირებით ყველა პოზიციაზე მენდაგლება ვარ თუ აი როგორც საერთოდ აი ქართულ კალათბურთში როგორც მაბალდიეთ ეს უგანახაზელები კლასიკური პირველ მეორე ნომრები იქცნენ ეხა ისევ ცენტრის პრობლემა გვექნება ანუ კლასიკური ცენტრი აღარ მოდის სიმაღლის ფაქტორიდან ხო ეხა მაბალდიეთ ეხა 2 და 3-იან და 2 და 5-იან ცენტრად აქ მოდი შეიძლება ბურთიანად აი რაღაც ზოგადი პრობლემა გვაქვს თითქმის ყველა ასაკობრივში თუ გამონაკლისებს ჩავთვლით მაღლის პოზიციაზე 4-5 ნომერი. იგივე აღარ იზრდება ნიგა. არა, აი 2 და 12, 2 და 15 არა ისე აი არ და მე ხომ მეთანხმებდი ისეთ სიმაღლეზე გეკითხებით, რაც ევროამერიკული სამყაროსი ჩვეულებრივია, ხო? 2 და აი ხა არავინ გაგიჟდება 2 და 12 და 15-ზე, ხა 20 და 22 შეგნებულად არ მიკითხავს. კი, აი თუნდაც უკანახაზი რაც ახსენეთ, იქ გაძლევს დონეს კონკურენციის ვარიანტი. თუნდაც შიდა, თუნდაც ლეგიონერი ბავშვების ჩამოსვლა და საბოლოო ჯამში რაღაც შედეგს ვიღებთ. შეიძლება იყოს ასაკობრივში 1, 2, 3 მაღალი, ნორმალური დონის, თუმცა რაოდენობრივად ყველა ვარიანტში, ყველა ასაკში ყავს ცოტა მაღალი. და ეს რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში დონეზე მოქმედებს უარყოფითად. თურქული ტურნირის განაცხადები და ჩვენი ბიჭების ლეგიონერიც ხავთ, აი ისე მომხვდა ვიცით თვალში ეს აკმალხან აუბაქიროვის ხო? კი ბატონო ეს ბავშვი წლების განმავლობაში ცხოვრობს და თამაშობს თბილისში საკალათბურთო კლუბ აკადემიაში და ეს ბავშვი როგორც დანარჩენი ყველა ქართველი ბავშვი ჩვეულებრივად იღებს სრულფასოვან პროცესს ნაკრების შესარჩევის და გაფართოებული ვარჯიშების არაბია თუნდაც ეს არის ყაზახეთიდან არის წარმოშობით და ნუ მოქალაქეობა ჩვენია გუნებრივი მოქალაქეობა დაწყებულია ეს საკითხი ეს ხო ნუ მივა იქამდე თქვენ თუ აპირებთ ევროპირველობაზე წაყვანას თავისთავად დაჭირდება უკვე ხო ერთი თვით ადრე მაინც ევროპირველობის დაწყებამდე ჩვენ აგვისტოში გვაქვს ხო თუ არ ვსდებია აგვისტოში ჩვენი აგვისტო არის ყველაზე ანუ ბოლო ასაკობრივებს შორის და 8-დან 16 აგვისტომდე იმართება თურქეთის დედაქალაქ სტამბულში. ხო, სტამბულშია კი. თურქეთის ამ უმსხვილეს ქალაქში. ხო, ეს საბაბათაშვილის გუგაროა იმის მოგვარია თუ ძმა ხო არ არის? არა, რუსთავიდან. ხო, რუსთავშია გუგა, ხო. 2 წლის საუკეთესო უმაღლესი მსდება, ეხლა რატო აქ მოგლებული და შეუძახო ერთ-ერთი, იმიტომ 2 წლის სეზონის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ესე მოგვარები არის. მოგვარები, გოლდ ეს ბიჭი თბილისელი არის, თბილისური კლუბი ჰიუნდაის აღზრდილი და მისი მოთამაშე. არ ვიცი მე დიდი იმედი მაქვს იცით რა ნებისმიერ კიდე ერთხელ ვუსვავ ხას რომ სადღაც ეს კრიზისი უნდა ხო ფეხბურთში ხო მოხდა საბედნიეროდ ეს მაგრამ ნახეთ რამდენი წელი და რამდენ ხანს დაგჭირდა იცით რა იქ კიდე ნუ თავისი მოცულობიდან გამომდინარე 1 და 2 მოთამაშე ყოველთვის რაღაც ეტაპზე ჩნდებოდა მაგრამ არა იმ რაოდენობა მოთამაშეების რომელიც კლიმატსვლიდა და სხვა და გაძლევდა სრულფასოვანი სერიოზული ეროვნული ნაკრების შექმნას მე აი ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ იმედია რომ უახლოეს მომავალში ამას მოვესწრები. თუმცა აი მე რაღაც იმედია დაგვრჩება დრო და არ შეიძლება მაგაზე არ გითხოთ. ეხლა სწორედ აი ამასთან დაკავშირებით ისეთ აი ეს გენეტიკა აი როგორც პროფესიონალი ექიმს. მოდი დავიწყოთ აქეთ. აი ცოტა ჯიგური კითხვაა ბატონიკა, პირადად თქვენ კი არა აი ყველა მსმენელი. ეხლა როგორც პროფესიონალი ექიმს უფრო მინდა კითხო და მე როგორც მსმენელს. ეს მეჩვენება თუ რა აი რატო ეს ათლეტურ აღდაგმასთან დაკავშირებით. ნუ კიდევ ხედავ რომ საქართველოს ჩემპიონატში ხალხი იმ ბიჭებს არ ვესხმით თავს რომელიც ეროვნული ნაკრების კანდიდატებად არიან სროლას მკლავს აყოლებენ ეს იყო მოგივდა ჩემი თავის 70-იან წლებში ნაწილს თორე პროფები ვინც იყვნენ ხეცი აგერ გიას კითხეს აი მკლავს აყოლებს ანუ ეხა იქ და რაღაცა ამათი ბიოლოგიური განვითარება აი რა გვჭირს ეს სათხდება აღზრდის პროცესში ხდება მსმენელის ფაქტორია თუ გენეტიკური ფაქტორია იცით აი ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია ხო მეთანხმები და ეს ისრაფეთ ხაბა ბოდიში უკაცრავად ფარტხუნი მე არასათანადო ფიზიკური მომზადება სადგინახავთ ხო ეხა 21 საუკუნეში შეტევა უნდა ამას აქვს თუნდაც უკვე 4-3-ში უნდა თავდებოდეს კონჩეტევას გულისხმობ მოხსენიც კა პირველ მეორე არა იწყებს ტრიალს გადაკ იჭედება მეორე ხო აი ბევრჯერ გვისაუბრია და მნიშვნელოვანესი ფაქტორი არის და აუცილებლად განსავითარებელი და ამას აუცი განათლება სჭირდება ბავშვების და მშობლების ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფიზმომზადების ჩართვას ისევე როგორც დარბაზში კალათბურთის
ვარჯიშს შემიძლია ვთქვა რომ არანაკლები მნიშვნელობა აქვს მით უმეტეს ამ ასაკში ფიზმომზადებას, სწორად განვითარებას ფიზიკურად და ფიზმომზადების როგორც მწვრთნელის ჩართულობას ეს რა საკიდან იწყება ნიგაბადონ დაახლოებით მე შემიძლია გითხრათ რომ რაც ადრე ჩაერთვება ფიზმომზადება ბავშვს იმიტომ რომ გასწრო ბევრი თვლის რომ იყო ასე უფრო ადრე რომ აი ძალიან ადრეულ ასაკში შეიძლება ბავშვი დავამახინჯოთ, გავაფუჭოთ, პრობლემები შეუქმნათ. ეს არის სტარი შეხედულება იქიდან გამომდინარე რომ დღესდღეობით იმდანაც განვითარებული არის ფიზმომზადება რომ ფიზიკური აღზრდა განვითარების როლი კალათბურთელის ცხოვრებაში რომ ან სტარია ეგ შეხედულება რაც ადრე ჩაერთვება ფიზიკური განვითარება და ფიზმომზადების მსვლელი კალათბურთელის ცხოვრებაში მე ღრმად ვარ დარწმუნებული რომ ანუ შედეგი რასაც თქვენ ახსენებთ ბევრად უფრო პოზიტიური იქნება და დადებით გავლენას მოახდენს ძალიან ძნელია თქვენი სიტყვები შეშმარიტებაში ეჭვშეიდან და რატო ძვირფასო მეგობრებო რამდენი თაობისგან ეს მესმის აი ხარ რას გავაჭერე აი ბატონიკას ეს ვკითხე და სამწუხაროდ არ მინახავს რომ არა უჩვენო ნუ გეჩქარება მოასწრებთ აი ეს ხალებში გაგებით მოასწრებს მოსწრებული უკვე აღარ მინახავს აი ეხა რასაც გიყვებით ყორცნაზე რომ იმას აყენებ და უკვე არ მინდა ეხა რაღაცა ვიღაც შევრნა არ ნამდვილად არ ვამბობ ეხა გულისკივილით ვამბობ და იმას და ეხა არა მაქვს მადაღებული ეგრეთ წოდებული ისა ამერიკულ პროფესიულ ქალთა კალათბურთი სადაც საერთოდ ის არავინ არ ფსაღარაყოლებს და ევროპაშიც ვნახე უკვე ქალები რომელიც 9 და 10 მეტრიდან ისვრიან იმის გარეშე ეგრეთ წოდებული მოძრაობის ანუ ზამახს რო აღარ იმაშო პიცკა ბუცებ რა ესე გაჩერებული ხელის ფიქსატორი ბალნიკ აი აქ მინდა ზუსტად კითხოთ ეხლა სწორედ აქ მოვედი ჯერ გითხარით რა ეს ორიოდე სიტყვა ეს მეტად წარმოდებული სკოლაა და რაც ძალიან მახარებს და ღმერთო სულ ამაზე მაქვს საუბარი რომ ალვისხი არის ხავს და თუ ჩვენ სათანადო გარემო არ შევქმენით რომ ბავშვების საკმაოდ დიდი რაოდენობა იქნას დაკავებული და ის ციფრები რაც ჩვენ გქონდა დღემდე და რაც ევროპაშია ეს არის საშინელი კოლოსალური განსხვავება და ჩვენ თუ გვიხდება 20 ბავშვიდან თუ გვიხდებოდა და ისინი 200 და 250-დან არჩევდნენ მე მქონდა პრეტენზია ვიღაცა წამოწვებოდა ესე და რატო არ უგებ და მაბათი საერთოდ რო უგებ როგორ უნდა მოუგო გამაგებინოთ აი ეხლა რა ხდება ვინგსზე გითხარი და როგორ იმიტომ რომ არის ძალიან დიდი პრობლემები არის დარბაზების არის იგივე მიწათმოწყობის საკითხებიდან რომ ის სამწუხარო ჩვენ არ გვაძლევს დღემდე არ არის ეს კანონმდებლობა სანამ სპორტის ახალი კანონი არ იქნება მიღებული რომ უშუალოდ ის მიწის მოპოვება რენტა მშენებლობა ყველაფერი გათვალისწინებული ის შეღავათები რაც სპორტულ ნაგებობებს ეხება იმიტომ რომ მოხსენება დღემდე ისევ ერთ იმაზე გადის სამწუხაროდ სპორტული ნაგებობაც სამორინეც და ისიც ეს რესტორანიც და ეხლა როგორ მოგწონთ ხო ნუ არა ნუ ეგ ხო აი ხა ვინგსზე მითხარით რა ხდება აი რამდენი წელია რა შექმნით ვიყო თქვენ იყავით თქვენი თაოსნობით დაიწყო 2014 წლიდან დაარსდა ჩვენი კლუბი რა დრო გასულა მე უფრო ბატონო მეგონა 10 ეს 11 წელია სახელწოდება ბატონო რას ნიშნავს ბატონიკა თუ რამე აბრევიატურაა თუ ისე რაღაც არაფერი კონკრეტული არაფერი გასაგებია ესე არა 14 წლიდან ფუნქციონირებთ 122 საჯარო სკოლის ეს იყო პირველი საიდანაც დაიწყეთ ხო 122 თუ არა თქვენ რამდენიმე ლოკაცია გაქვთ ხო თუ ხო სწორად მაქვს მონიშნული მე 11 წელია 122 სკოლაში ვარ და უკვე მეორე სეზონი არის ასევე საბურთალოზე მეორე ლოკაცია გვაქვს მწვანე სკოლის სპორტული დარბაზი ეს არის ბესოჯღენტის ქუჩაზე და მე მესამეს რო ვფლობ კიდე ნუცუბიძის მეორე პლატოზე იქ როგორ ეს არის ეს სკოლა არის ეს მეორე პლატოზე ეს არის მე მეგონა მესამე და გამიხარდა ერთი 122 გავთარაძეზე და ნუცუბიძეზე ეს ხო ხედავთ ეგ და ღმერთმა ქნას ესე შევცდე და ნეტავს გასამაგდეს და გაათმაგდეს რა ბზანებთ და 14 წლიდან ეტაპ ნელ-ნელა დავიწყეთ ჩავერთეთ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატებში დაახლოებით 4 წლის თავზე ერთ-ერთი პირველი დიდი გადადგმული ნაბიჯი იყო რომ დავიწყეთ უკვე ევროტურნირებზე ასპარეზობა რისის შესაძლებლობაც მოგვცა ანუ ფედერაციამ და ნუ ეს ეტაპ წლიდან წლამდე რაღაცა ჩართულობა ბავშვების რაოდენობის იმატებდა ჩვენს კლუბში
დამოვიდა შედეგები. ბოდიში მე როგორც მახსოვს, სწორედ აი ყბადაღებულ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასაკობრივ იმაზე, გამოჩნდით ბალტიის ლიგაზე, ხო? ბალტიის ლიგაზე იყო, ხო? პირველი ნათლობა საერთაშორისო თქვენი ბიჭების. BBL ბალტიის. ხო, აი BBL-ის. ეს არის 2016-17, ხო და ახლოებით, აი. 2017-18 წლის სეზონი, მან პირველად მივიღეთ მან მონაწილეობა 2006 წელს დაბადებული მოთამაშეები და მას შემდეგ შემიძლია ვთქვა რომ რომ არ არის კოვიდის გამო შეჩერებული ეგ პერიოდი არ ჩემპიონატები და სპორტი ყოველ წელს აქტიურად ვარ ჩართულებით ან სხვადასხვა ასაკობრივით. აი წელს მაგალითად არა თუ აქტიურად ნამეტანი მოგზალებული ის იმით სერიოზულ შედეგებს სპორტული კუთხით დებს სერიოზულ შედეგებს. თავარი რამდენად ვიცი რომ არანორმალურად გაზრდილი მოთხოვნა. ხართ უკვე მეტისმეტად პოპულარულები. ჯერ საერთოდ ის სანამ არსებობს გავიგებდი ყველას იცით რა უცებ შეიფრა საოცარი რაღაც გითხრათ ეხლა შეხედეთ იუმორით თბილად უბრალოდ იუმორით რა ვიღაც ბიჭო ვისია ყველა კითხულობს რა აი იმ პერიოდს გიყვებით რომ ახალი 2006-ში ვისია რაღაც შეიძლება არ ვიცი ხმების იყო აუ ვიღაცა ლეგენდები დააძა ამ დროს ეგ თქვენია რა ახალგაზრდა ინიციატორების ხალხი და ამიტომ რატო ვამბობ ამას აი ვისია ის რატო გაჩნდა რომ გონიათ რომ რაღაც განსაკუთრებული ყურადღება აქვს და არა, სწორი მიდგომით და დამოკიდებულებით თქვენ უმოკლეს პერიოდში გააკეთეთ ის, რაც ბევრმა ათეული წლების განმავლობაში ვერ შეძლო. გაიზარდა თქვენს მიმართ მოთხოვნა. აქ ეხა ისევ ძაღლის თავი. აი ამ კლასიკური არ მინდა ერთ სახეობა დაამსახელო, კოლმერუმის თავმჯდომარე როა, ოღონდ შეყარონ და 500 ბავშვის აიტანს, ოღონდ გადაიხადებ. თქვენ ვიცი რომ ეს მიდგომა არასოდეს არ გქონიათ. ანუ თქვენ თუ რის შესაძლებლობასაც გაძლევ ჯგუფში მუშაობა ის ოდენობა იმას ვიცი რომ არ ჭარბობთ ხო ანუ არ მინდა რაღაც ხისტის სიტყვა ვიხმარო თქვენ ემსახურებით კალათბურთს და არა კალათბურთს იმსახურებთ თქვენთვის აი ეს არის მთავარი არსი რაც ვიცი და ვინქსის წარმატების მე ასე დავინახე იცით მთავარი ფუნდამენტური წარმატების საფუძველი და სათავე დავინახე ეს ადამიანები რომელთაც უყვართ თავისი ერი თავისი თაობა თავისი ქვეყანა და ემსახურებიან ქვეყანას და მას არ იმსახურებენ. ეს არ არის პირადი კეთილი. აქეთ ამით მაპატია უხეშად რო თქვათ, ის თქვენი დამოკიდებულება ამდე ვერ გამთითრდები. პირიქით. რასაც შოულობთ კიდე ორი შეიძლება კიდე ერთი იმდენი დაამატოთ საკუთარი დანაზოგიდან რომ მის სკოლის განვითარებას და იმის ინფრასტრუქტურიდან დაწყებული იგივე მსვლელები აქ ყველაფერი ხო ის არის ეს არ არის პატარა ხარჯებთან მით უმეტეს უამრავი გადასახადის გადახდა გიხდებათ. მხოლოდ ზოგადად კითხავთ რა თქმა უნდა ხელმძღვანელობაში არ შეავდეთ რამდენად ხელმისაწვდომია ეს ღირებულებები. ციფრების დასახელების გარეშე. ას საშინელება არ აქვს, ხო? გულისხმობთ იჯარებს დარბაზის თუ? არა, აი ბავშვების და ბავშვებისთვის, ანუ ნორმალური. ვცდილობთ რომ იყოს ხელმისაწვდომი. ხო, ეს თავარი რა, ეს დღება. და არც მას არ ვერიდებით თუ რაღაც კონკრეტული შემთხვევები არის, რომ მოვარგოთ ბავშვს ყველანაირად და არ ჩადგეს თუნდაც მშობელი უხერხულ მდგომარეობაში და მოგეთ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ბავშვების გვერდზე ვიდგეთ. ეჭვიც არ მეპარება. ყველა ასაკის ჯგუფი ყავთ ხო უკვე თითქმის? კი, ვიღება გვაქვს დაახლოებით 6 წლიდან, გააჩნია მანდაც აი ფიზიკას ბავშვის, რამდენად გვაძლევს საშუალებას, თუმცა გარკვეული გასაუბრება შეხედვა ხო თუნდაც ვიზუალური ხო 6 წლიდან და 18 წლამდე. 18. ანუ 18 წლამდე ეს არის ის მაქსიმუმი ასაკობრივი ჩემპიონატი, სადაც ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს, თუმცა ყველაზე დიდი მიზეზი არის ის, რომ თვითონ დარბაზი, სადაც ჩვენ ვარჯიშობთ, არ შეესაბამება იმ სტანდარტს, სადაც შეიძლება იუარჯოს 18 წლის შემდეგ ზევით. უფრო ზევით. ბავშვმა კი ბატონო, თუმცა ეს სამწუხაროდ ორივე დარბაზზე ვრცელდება, ამ მწვანე სკოლაზე და ქავთარაზე. ზოგადად დარბაზის პრობლემა ძალიან აქტუალური პრობლემა არის საქართველოში, თბილისში, თუმცა რა ვიცი, საერთოდ არ აქვს დარბაზი და მადლობის მეტი არაფერი მე თქმის პირიქით ვართ გვეძლევა საშუალება რომ ვიმუშაოთ ვივარჯიშოთ და მივაწოდოთ ბავშვებს ნორმალური პროდუქტი და ეს დამოკლეს מחვილივით სტანდარტებს რაც შეეხება და აი თვითონ ფიცარნაგი, ანუ პარკეტი და ფარი ნორმალურია ხო? ის ელემენტარული დეტალები, პარკეტი, ფარი გათხოვა. და ბოდიში და ის ფარები და ასაწევდა ასევე ასაკობრივი ფაქტორებიდან გვაქვს თუ აი ეს ვიცი რომ ეს ვირადღირებულია საკმაოდ. არა, არ გვაქვს და სხვათა შორის ვფიქრობ რომ მომავალი სეზონისთვის ეს ამბავი მომაგვარა რომ
კონდეს პატარების ასაკობრივ ჯგუფს შესაბამისი ზომის და სიმაღლის ფარი. ეს ძალიან დიდ როლს ამუშავებს, ხო, აბსოლუტურად. არ შეიძლება კოლექტივზე არ გითხრათ მსმენელები. დიახ. მე ვიცი რომ თქვენ იმდენად პრინციპული ადამიანი ხართ, კი, რა თქმა უნდა, ურთიერთობის ფაქტორი უდესი ხმჩევლური ქალაქელი გაწმიდანებით, ოღონდ არ არის თქვენთვის ურთიერთობის ფაქტორი გადამწყვეტია პროფესიონალიზმი. ბრმა ნეპოტიზმი არის თქვენგან შორს. მსმენელები ნაკრებში თუ გუნდში ჩვენ? აი, ჯერ გუნდში რა გეღა გუნდზე ვსაუბრობთ. კი ბატონო, ჩვენთან მუშაობენ მიხეილ ზარქუა, რომელიც წარმომშობილი და ქუთაისიდან არის, მუშაობდა ქუთაისის საკალათბურთო კლუბში და მეორე სეზონი უკვე ჩემთან არის, მუშაობს ჩემთან ერთად ყველა ასაკობრივ ნაკადთან, ასევე ჩვენი მსმენელია დემეტრე ვაჭარაძე, რომელიც ამოსტილი მსმენელია, მუშაობდა საკალათბურთო კლუბ ორბში და ასევე მეორე სეზონი არის, 2 წელი არის ჩვენს კლუბში მუშაობს და მოკლედ აი ჩაუხრელა ჩემი ახალგაზრდები არიან და შრომობენ მაქსიმალურად როგორც საჭირო არის. ფიზიოს რა შეეხება, აი წეღარობძანეთ ეს. აი ზუსტად. ამის აი თქვენ როგორც პროფესიონალი ექიპს, სულ სერიოზული დეფიციტი გვაქვს, ხო? ქვეყანაში ისედაც აი სერიოზული ფიზიოს სპეციალისტების, ხო? მე უკვე მასშტაბურად გეკითხებით, ბანონი. კი, გეთანხმებით, აი ჩემი კლუბის მაგალითზე ვიყით, დავიწყოთ ამ პრობლემის გაშლა. არ მყავს ფიზმოზადების მსმენელი, ისევე როგორც შემიძლია თქვა, კლუბების უმეტესობას საქართველოში მისით, ანუ საკუთარი ფიზმოზადების მსმენელი არ ყავს და გვიწევს საქართველოში გადამისამართება იმ ძალიან ცოტა ფიზმოზადების მსმენელთან, რომელიც მუშაობს და მათთან, ასე ვთქვათ, გაიარონ ეს სავარჯიშო პროცესი ბავშვებმა, თუმცა აი ეს გადამისამართების და აი აქ დაკვალიანების პროცესი არის ზუსტად ძალიან რთული. დაჯერება იმისა, რომ ბავშვთა დაბალ ასაკობრივში ეს მოგცემს დადებით შედეგს და არა პირიქით, ძალიან რთულია მშობლისთვის. და აი ამ ბრძოლაში ვართ ამ ეტაპზე, რომ დავაჯეროთ, გადამისამართეს და გაიაროს შესაბამისი ფიზიკური აღზრდა-განვითარების პროცესი. ნახეთ, ეს ერთი პრობლემა, ბატონიკა, მეორე კიდე ყველაზე მნიშვნელოვანი. არ არის დიდი დრო გასული, რაც ეს მარტო ფუტბოლს ჰქონდა და ახლა კალათბურთშიც გამოჩნდა. მე თქვენი აზრიც მაინტერესებს და მე პირადად არის ხოლმე მივესალმები. სათანადო დატვირთვის მიღების მიზნით დატვირთვას თქვენ კი არ აკლებთ, უბრალოდ არ გაძლევთ ეს არსებული პირობები. არსებული დარბაზები, გაჩნდა ეგრეთ წოდებული მეორადები, კი, ის ფასიანი რაღაც, მაგრამ იმ ხრივ რომ აი თუ ეს არ არის სრულყოფილი დატვირთვა, თქვათ, ის აგრძელებს, თუმცა რა თქმა უნდა, აქ უამრავ პრობლემასთან გაქვს. ძალიან ცუდია, როცა ორი სხვადასხვა მსვლელი ერთი დღის განმავლობაში ორ სხვადასხვა, იმიტომ რომ მას თავისი ხედვა აქვს და ამის შერწყმა ეს ერთი. ეხა მეორე ამ მეორადებში მაინც აქაც რჩება ისევე როგორც თქვენთან იგივე მეორადებში მატჩის შემდგომ რომ დადგე და ესროლო, უნდა ესროლო საათობით. ნუ ეხა წარმოგიდგენიათ მე ხა ჩემი სტუდენტობის პერიოდს და ვიცი ეხა CSKA და ჟალგირის ნუ შევეშვათ რა სხვას რა რაოდენობის თხორცნებს ანხორციელებ და სერიოზული კოლოსალური დატვირთვის კოლოსალური ხო და აქ ალალათ მეუბნებია რომ დიდობეცია სად ვისროლო და მეუბნება რომ მაჯის გაფუჭებაზე არ მინდა ყველა მსვლელი მიშლის რომ არის რამდენიმე ღია ტიპის მოედანი მაგრამ იმდენად არასტანდარტული და ცუდი ფარია რომ უარეს გამოიწევსო ასია ბატონიკა ალბათ ხო ანუ გულისხმობ თვითონ არ არის რა სტანდარტული ფარი რა აზრგოლი არ არის მთლად ისეთი ან რა ვიცი აი თქვენ მე შემიძლია ერთი რამ ვთქვა რომ ჩემი პირადი ხედვა ესეთია რაც უფრო მეტ შემხევლობაში იქნება ბავში ამ ასაკობრივში კალათბურთთან ეს იქნება სტანდარტული არასტანდარტული არის ასე მე ვფიქრობ ჩემი მიდგომა ესეთია რომ რაც შეიძლება ხშირი შეხება კონდეს სპორტსმენები ესე იგი ვინც აღზევენ ზარმაცობენ უბრალოდ ზარმაცობენ და ეძებენ საბაბს ჩემი მიდგომა ესეთია ისროლოს იყოს გაღუნული თუნდაც და ისროლოს რა აღარ თქვათ გაღუნულებისა რა თქმა უნდა ეს მიზეზები ყველგან შეიძლება, ჩემ დარბაზში შეიძლება, ბევრი მიზეზი მომწონდა დავიპოვო და ნებისმიერ დარბაზში, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ნაკლები მიზეზი და მეტი შემხევლობა კალათბურთთან და სპორტთან. არა, რა ვზანებთ. ხო, ნაკრების თავზე არ შეიძლება არ კითხოთ, აქ თქვენთან ერთად ეხა
ვინც მოღვაწეობას ესენ ის გახლავ ესე იგი ბატონი გიორგი გოგოლაძე ორი სიტყვით რო წარმოვიდგინოთ და ეხა სულ ახალგაზრდა ბიჭია ხო ბექა ესე გაითქვა უკვე სახელი ენერგიული ახალგაზრდა კაცი არის ამჟამად თუ არ ვშტები სამეგრელო ზემოსვანეთის კალბურთის რეგიონის ფედერაციის ხელმძღვანელი თან კი ზუსტად ეგრეა პირველ რიგში ხო აი მე იქ აგზელებს მოღვაწეობას ხო პარალელურად ეს კი ჩადის ჩამოდის აი ესე მე პირველ რიგში ჩემი და აი ამ ბიჭების სახელით არ შემიძლია რომ მადლობა არ გადაუხადო ფედერაციას და ჩვენ როგორც ახალგაზრდა სამწვრთნელო შტაბს გვეძლევა იმის საშუალება რომ ნაკრები გაუწვრთნათ ეს გამოცდილება მივიღო და ჩვენი რაღაცა გამოცდილება ბიჭებს გაუზიარო და ჩვენი საქართველოს სახელი გავიტანოთ ევროპის ჩემპიონატზე ამის დიდი მადლობა და რაც შეეხება ამ ბიჭებს ასევე ახალგაზრდა ბიჭები არიან გიორგი გოგალაძე საკალათბურთო კლუბ აკადემიას მწვრთნელია სხვათა შორის ასევე სუპერლიგის კლუბ გოგალაძე ხო ბოდიშია გოგალაძე დია საკალათბურთო კლუბ კავკასიის და ასისტენტ მწვრთნელია ბექა წივწივართან ანუ იღებს ამ დიდ გამოცდილებასაც ბექა-ბექაია სწორად ახსენეთ სამეგრელო ზემოსვანეთის ასე ვთქვათ იქ მოღვაწეობს და ასევე ყავს თავისი საკალათბურთო κλუბი ფოთისირაო გამშელი მსვალი როლი გარუჩაო რომელიც გარდაიცვალა რამდენიმე ხონებული ვიცი როლიკოს გაზდილია ის როლიკოს გაზდილია ვიცი საქმეს აგრძელებს თან საკმაოდ წარმატებით მარტო ამაზე რეგიონია რა თქმა უნდა და ყველა რეგიონს აქვს სპეციფიკური პრობლემები და მიუხედავად ამისა იმ საქმეს თან საოცარი ადამიანი ეს საოცარი აი ხო ძველი მაოპაპური გამოთქვა რომ თვალში რო ჩაგივარდეს და ხელს არ მოიგიდებო აი ეს და ეხა ნახევრად ხუმრობით რო კითხოთ ეს ჩემიც მაგას თაობას რას განდევნეთ მორჩა ყოლა იქ სასტავი ყველა აი ხო ნახეთ მასტერ კლასი ჩაუტარა რამდენი ხანია ტურა აღარ ყოფილა კალათბურთში დაბრუნდა ტური როგორც რა სერიოზული უნიჭიერესი მამუკას ხო და ესენი ნელ-ნელა არა ხუმრობ რა თქმა უნდა თან ძალიან წარმატებითაც დაბრუნდა გერზე ავისო მეგონა იგივე თორთლა გამოჩნდებოდა სადღაც სხვა დონეზე არა მუშაობს ეხა დათო უნიჭიერესი ეს ის რა ხალხი იყო რა ასლაბარა არა რა თქმა უნდა არა დამსახურების გარდა ერთ-ერთი ისეთი გამოსდი სამივე მცველი ვართ ახალგაზრდული სტაფია და გამონაკისი ვარიანტია და პირიქით მე ვფიქრობ არა მოტივაციის ვარიანტია ეს რა თქმა უნდა არის პირიქით ზურბაზე მეგობრო თუ უნდა მიეცადა ეხა მთავარი მინდა მსველთან დაკავშირებით კითხოთ სულ მომყავს ეს ყველა სახეობაზე ვრცელდება განსაკუთრებით ხას უსვამს სათამაშო სახეობებს იმიტომ რომ ინდივიდუალურ სახეობებში არის სპეციფიკა არის შეიძლება რომ მართლა თვითნაბადმა ნიჭმა შრომამ და ტალანტმა მაგრამ აი სათამაშო სახეობებზე ეს ამძღვარ აი მანუს მაგალითი ხო ესმის რომ პირადი სახსრებით ყველაფერი გავიგე მაგრამ როგორ უნდა ჩამოყალიბდე ჰაი კლასის მცველად თუ არ მოგეცა მოღვაწეობა უშუალოდ მოღვაწეობა თუნდაც საშუალო ევროპულ გუნდში ერთი სეზონი მაინც. რა თქმა უნდა, ვეთანხმებით, კი, რთულია, ძალიან რთულია. ვიცი, უზარმაზარ თანხებთან არის და რა თქმა უნდა ეს ჩათვალეთ ყვები თავისი იმითი პროტოკოლი, თავისი იმითი სასტუმრო სხვა გინდა ის სხვა, ნუ ძალიან მესმის, ნუ მაგრამ აი მარტოს ხო მეთანხმებით რა ნიგავატონო რომ აი ჩვენთან რაღაც დონეს აღწევ, მაგრამ აი იქ გადახტომა ზე აუცილებელია სტაჟირება. გეთანხმებით. ანუ იმით ისუნთქო, თორე ეს სემინარები მესმის, ეს ჯუნიორის გავიგე ყველაფერი, მაგრამ ეს მაინც არის, იცით რა არის იმპულსური, ხო? აი უფრო წარდგენითი ხასიათი. მე რო თქვენთან ერთად სემინარზე დავждე 2 დღე, ხო? ეხა სად თქვენი ცოდნა, სად ჩემი, ხო? მაგრამ თუ არ მქონდა სათანადო ცოდნა რა მინდა კაცო იქ თქვენთან ერთად ხო ნუ ესეთი მომენტია რა იცოდა რა თქმა უნდა ჩვენ ზოგადად მართალს ბრძანებთ თვითონ ფედერაციისგანაც ეძლევა რაღაც კონკრეტულ რა არ ყოფნის გროშებია ბიუჯეტი როშები ნუ თან პარალელურად ანუ გეთანხმებით ყველა ვერ იღებს ამას და ნუ არსებობს ალტერნატიული გზები ინდივიდუალურად მწვრთნელებმა და შვებით ასევე ამას რომ აი ნუ მანამ შეძლო, მაგრამ მე ვიცი ეს საშინელება დაждდა, ნუ მანდა თან ეხა მაგის წარმოგიდგენიათ მაგის სახელი, მაგის ურთიერთობები, მაგის პატივისცემა და მიიღეს ხო და ამ დროს და არა მაგ მაინც და მაინც ევროპა, მაგრამ აი ნებისმიერ ევროთასზე ხო სადღაც ისეთი ისეთ წარმატებული საღალბურთო ტრადიციის მქონე ქვეყნები
თუნდაც ყმადაღებულ ვიღა შეგვიშვეს ბალტიისპირი რო საჭიროა გადაყოლიყავთ ეხა ვინ შემიშვეს ეხა ჟალგირიში რო გამიშვეს ეხა ჩემი ნიჭიერ ბიჭი თუნდაც თქვენი სახით და 6 თვე მიმყოფოს გუნდში სპარტაშორის კონკრეტულად ჟალგირიში ქართველი ახალგაზრდა არის და მაგრამ დიდ გუნდთან ხო არ არის არ გადამრივი მე უფრო ახალგაზრდულთან მგონია ის რაგვარი ეს ბიჭი თუ ხო დიდთან არის ეგ შვენიერი აი ეგ ზუსტად ეგეთი ნაბიჯები რა შვენიერი ნუ ასისტენტ მწვრთნელად დაინიშნა და ძალიან ისეთი წარმოტებული ბიჭი არის და ეს ოღონდ ეს არის რა თქმა უნდა ერთ-ერთი გამონაკლისი რა არა ეს ნუ ხომ მეთანხმებით ეხა მიიღებს რამხელა იცი უკვე ცოდნას არა უკვე ცოდნას იღებ ხო იმიტომ რომ არის ვადონი ალბათ იცი და თქვენი აზრით ბევრის გამსმენი ეს უფრო ობივაცელისგან რომ ბიჭო ამხელა ინტერნეტი გაქვს ეს გაქვს მაგრამ შემხებლობა თუ არა გაქვს ამით ამ გადამწყვეტ შემხებლობა ხო თორე ამით ვერ სწავლობ თუ იგივე ის ლიტერატურას თუ შენ არ ნახე როგორ ხორციელდება ის მისი ფრთების შესხმა შესისხმა არა ნუ იცით ეს არა რა თუ რაღაც დოზით შენ თავზე არ გადატეხე და შემხებლობა არ გექნა ესე ყურებით და ინტერნეტიდან ძალიან რთული არის არა მაგაზე აი ძალიან მაგარ მაგალითს მოგიყვანთ კი გვაქვს კიდე 2 წუთი 80-იანი წლები არ ვიცი როგორ რა ვიღაცას მოკლედ ერთმა ჩვენმა ვაი სპეციალისტმა სხვა სახე კალბურთია რო კალბურთში ამას ვინი გადრებდა მოკლედ ერთ უდიდეს უკრაინელი მსმენელის ის რვეული სადაც ეს ვარჯიშების რეული და ის ქონდა ის მოაპარი დახოცა ხალხი დახოცა რო ეხო ხედა შემხებლობაზე და ხალხი აქ ეხარა იმ ფარს გადაურჩენ იმ სახეობის თამაშს ვიღაჩიოდა ხალხი იმას ისეთი მაგალითი